მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ეთერშია გადაცემა ახალი პარადიგმა, მე მისი წამყვანი თენგო ომანიძე გახლავართ. დღევანდელ ეთერში ჩვენი სტუმრები იქნებიან პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის გენერალური მდივანი ბატონი თემურ ფიფია და სოციალისტური პლატფორმის წევრი ცოტნე მარღია. მოგესალმებით მეგობრებო, დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ესე იგი, მე ღირსა ცოტნე სტუმრობა ჩემს ეთერში, მე და ცოტნე ძალიან ახლო მეგობრები ვართ და რატომღაც არ იყო ხოლმე ჩემთან სტუმარი ხშირად და მიხარია რომ დღეს გვაქვს ამისი შესაძლებლობა. შემადგენლობიდან გამომდინარე, ალბათ არ იქნება სურპრიზი თუ ძირითადი ჩვენი საუბრის საგანი შეეხება მიმდინარე სოციალურ გარდა იმისა, რომ ვისაუბრებთ რა თქმა უნდა მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება წინა პლანზე წამოვწიოთ სოციალური თემატიკა. სხვაჩორის ხშირად მესმის მე საყვედურები, არა ჩვენი მისამართით, ზოგადად საყვედური მაყურებლის, აი Facebook კომენტარებში ხშირად ხვდებით ხოლმე, რომ რატო არავინ საუბრობს ამ ქვეყანაში სოციალურ გაჭირვებაზე, იმ უბედურებაზე, რაც ხდება და ის რომ მაგალითად ქვეყანა იცლება მოსახლეობისგან, ამისი უმთავრესი მიზეზი და საფუძველი ალბათ არის სწორედ ის მძიმე სოციალური ფონი, თორე არ ამგონი არსებობდეს ამ ქვეყნად ადამიანი, რომელსაც საკუთარ სახლში ყველაფერი კარგად აქვს, აწყობილი აქვს, ნორმალურად ცხოვრობს და მაინც სხვაგან გაქცევაზე ფიქრობდეს. ადამიანები, რომლებიც ტოვებენ ამ ქვეყანას, რა თქმა უნდა, ამას აკეთებენ მძიმე გაჭირვების გამო. და ეს არის ყველა ოჯახისთვის, თითოეული საქართველოს თითოეული მოქალაქის ოჯახისთვის ნაცნობი პრობლემები, მაგრამ რატომღაც ამ საკითხებზე არ არის ხოლმე მსჯელობა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. მედიისთვისაც ესეთი საკითხები არის მეორე და მესამე და მეათე ხარისხოვანი და წინა პლანზე არის ხოლმე ესეთი თემები წამოწეული, როგორიც არის, რომ რა ვიცი, რაღაცა ბაჩიაშვილი გაიქცა ქვეყნიდან და ასე შემდეგ, რაც შეიძლება რა თქმა უნდა საინტერესოა, გვაინტერესებს, მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს ვინმესთვის, მაგრამ ეს არ არის გადამწყვეტი, ხო, რიგითი ადამიანებისთვის. ბატონ თემურ, აი მე თქვენი ასე ვთქვათ მოსაზრება ამასთან დაკავშირებით ვიცი რომ თქვენ გააქვთ ასეთი პროგნოზი რომ ქართულ პოლიტიკაში ნელ-ნელა ეს თემები გახდება სწორედ წამყვანი, სწორედ სოციალური თემატიკა იქნება ის, რაც მომავალში განსაზღვრავს პოლიტიკური პარტიების მათ შორის მხარდაჭერას, მათი სოციალური პოლიტიკა და ხედვები ამ ხრივ. აი რა გაძლევთ ამისი თქმის საფუძველს, იმიტომ რომ 30 წელია ეს ქვეყანა აი ასეთ უბედურებაში, გაჭირვებაში ცხოვრობს, მაგრამ ეგ დრო და მოთხოვნა ასე ვთქვათ ამისი საზოგადოებაში დიდი ხანი არსებობს, მაგრამ ეს არასდროს გამხდარა ქართული პოლიტიკის დღის წესრიგის საგანი. რატო გაქვთ მოლოდინი, რომ აი მომავალში შეიცვლება ეგ ყველაფერი? ახლო მომავალში შეიცვლება. ახლო მომავალში მითომ ეს. იმიტომ რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაა სოციალური. და ის ძალები, რომელიც გამოდიან პოლიტიკურ ასპარეზზე, მსხვილი ძალები, მათ რა თქმა უნდა არ აწყობთ. არც მართლ პარტიას და არც ოპოზიციას მისავს მსხვილი, რომელიც არის სოციალურ საკითხებზე ყურადღების გამახვილება, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ რა ძალებია ესენი, ეს ის ძალებია, რომლებიც ერთმანეთისგან პრინციპულად არ განსხვავდებიან ამ თვალსაზრისით, იმ ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის თვალსაზრისით, რომელიც ქვეყანაში ტარდება ბოლო 35 წლის მანძილზე და ბოლო 35 წელია 33, ხო? 34 ტარდება ანტიხალხური ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკა. რის შედეგებს ჩვენ ვხედავთ? ჩვენ ვხედავთ ძალიან ბევრ, ძალიან მძიმე ისეთ პრობლემებს, რომელიც უნდა გადაწყვიტოს საქართველოს და ამ პოლიტიკის ფარგლებში ეს შეუძლებელია გადაწყდეს. აი ეს პრობლემა, მიგრაციის პრობლემა, უმუშევრობის პრობლემა, მაღალი ხელფასი, ღირსეული ხელფასის პრობლემა, სხვა სოციალური პრობლემები, შიმშილი ზავანტყოფობის პრობლემები, ძალიან ბევრი პრობლემა გამომდინარე აქ დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე ვდგავართ. და ასე შემდეგ, აი ეს პრობლემები, რომელიც დგას საქართველოს საერთოდ დაღუპვის პირას დგას. ზუსტად იმის გამო, რომ აი ეს სოციალური მდგომარეობა ასეთ. ამის განმავლობებელი რა არის? ის რომ არასწორი ეკონომიკური პოლიტიკაა. აი თქვენ ბიზნესის გავლით არის ყველაფერი. ბიზნესის ინტერესების გავლით კეთდება ყველაფერი. მაგრამ მოგედეს კაპიტალისტური ქვეყნების მაგალითი, სადაც ეს პრობლემები არ არის და იქ ბევრად უფრო მაღალი დონეა ცხოვრება. ეს კაპიტალისტური ეგრეთ წოდებული არის სოციალისტური სინამდვილეში. ანუ უფრო სოციალისტურია ვიდრე კაპიტალისტური. მე არ ვიცი რომელი გამხედველობაში. ალბათ სკანდინავიის ქვეყნები პირველ რიგში. ხო, ესეთ ქვეყნები, სადაც სოციალური დაცულობის მაღალი დონე არის, სადაც წარმოების ორგანიზაციის აი ესეთი კონსტრუქციული სისტემებია შექმნილი და შემდეგ. კიდევ რა მაძლევს ამის უფლებას, რომ ვთქვა, რომ უახლოეს მომავალში აუცილებლად მოხდება პოლიტიკურ ასპარეზზე, უკვე გამოვა ეს საკითხები, თორე
ქუჩაში, უბნებში, დაუშვათ ოჯახებში, ნებისმიერ ადგილას, თავშეყრის ადგილას არაფორმალური, ასე ვთქვათ, მოსახლეობა ამაზე ლაპარაკობს. სამზარეულოებში მაინც ისედაც ამაზე მინდის საუბარი. ამაზე საუბრობენ და არა იმაზე, ვინსად გაიქცა, ბაჩიაშვილი გაიქცა თუ ვის როგორ შეაგინა და შემდეგ პოლიტიკური ლიდერებმა, ასე ვთქვათ. ეს უკვე ხალხს არ აინტერესებს. სოციოლოგიური გამოკვლევებიც ამაზე მეტყველებს, რომ პირველი 3, 4, 5, 6 საკითხი არის სოციალური საკითხები. აი რა გაწუხებთ, პირველი შეაწუხებთ. აი ეს რაც ჩამოვთვალე, უმუშევრობა, მიგრაცია, დაბალი ხელფასი, ჯანმრთელობის საკითხები და ასე შემდეგ. მერე მოდის სხვა დემოკრატიის საკითხი, დაუშვათ და თუნდაც აი საკითხები, რომელიც წინ მოდის ახლა, დაუშვათ, რომ ესე იგი აი დაუშვათ LGBT-ის პრობლემები, უმცირესობის პრობლემები და ასე შემდეგ. იდეოლოგიური საკითხები ეს აი ეს შემდეგ მოდის ტერიტორიული მთლიანობაც კი მათ შორის. მათ შორის და სხვა შორის აი ეს ძალიან სამწუხარო რეალობა არის, ხო, ერთგვარად, რომ ჩვენი სახელმწიფოს ნომერ პირველი მთავარი სტრატეგიული გადასაწყვეტი საკითხი რაც აქ ეს არის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი, მაგრამ აი სოციალური ფონი არის იმდენად მძიმე ქვეყანაში, რომ მოსახლეობის უმრავლესობისთვის ეგ საკითხი შეიძლება აღარ იყოს ტოპ თემებში, ასე ვთქვათ და მართლა ადამიანს, რომელსაც ხვალ რა აჭამოს ბავშვს, ეგ არა აქვს ზუსტად განსაზღვრული და გარანტირებული, რთულია მე იმას შენ მოთხოვო, რომ დასაგებია რაზეც გვაქვს საუბარი. აი, ცოტნე შენთან მექნება ასეთი კითხვა. საქართველოს არის განსხვავებით შეიძლება ბევრი ევროპული და სხვა ტიპის ქვეყნებისგან, ჩვენ ვართ პოსტსაბჭოთა სივრცე, ანუ ჩვენ გვაქვს საბჭოთა კავშირის გამოცდილება, სოციალისტურ სისტემაში ცხოვრების გამოცდილება გვაქვს და ამის შედეგი არის სწორედ ის, რომ აი ბოლო 30 წელი რაც ეს სისტემა შეიცვალა, მუდმივად ხდება ამ სოციალისტური სისტემის ლანძღვა, ყველაფერი ამას უკავშირდება და აქედან გამომდინარე ეს არის უკიდურესად არაპოპულარული განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობაში. ცოტნე არის თავად ჯენზი თაობის წარმომადგენელი სხვათა შორის, სრულიად ახალგაზრდა და ზუსტად აი ეს თაობა არის, რომელიც გამოდის სწორედ აი ამ იდეალების საბჭოთა კავშირის და საბჭოთა მემკვიდრეობის ბრჭყალებში წინააღმდეგ. Როგორ ფიქრობ, აი შენ დაკვირვებით, რამდენად არის პოპულარული ზოგადად სოციალისტური თემატიკა ახალგაზრდებში, იმიტომ რომ ჩვენ ამის პარალელურად ხედავთ სხვადასხვა ჯგუფებს, რომლებიც აი რაღაც მემარცხენე იდეოლოგიურ გაერთიანებებს ქმნიან თუ ამის მცდელობები აქვთ და ასე შემდეგ. რა ტენდენციებია ახალგაზრდობაში ამ ხრივ? რამდენად არის ეს სოციალისტური თემატიკა საინტერესო ახალგაზრდებისთვის და აქვს თუ არა ამ იდეოლოგიას მომავალი ჩვენ ქვეყანაში? შეიძლება მსოფლიოში აი კიდევ იმით რითიც დავიწყე შეკითხვა, რომ სახელმწიფოები, რომლებსაც არა აქვთ დაუშვათ ამისი გამოცდილება, იქ რომ გაჩნდეს სოციალისტური ტენდენციები, კომუნისტური ტენდენციები მათ შორის ბუნებრივია. ჩვენ როცა გვაქვს უკვე ამისი გამოცდილება, ჩემი შეფასებით ამის შანსი დაბალია. აი როგორ უყურებ შენ საინტერესოა? ბატონო, მოგესალმებით, მოგესალმები. ჩვენს მაყურებელს მოდი დავიწყოთ იქიდან, რომ ეს პრინციპში ეს რაღაცა პოლიტიკა შეიძლება ამას დავარქვათ, რომ რაღაცა ანტისოციალისტური, ანტისაბჭოთა პოლიტიკა ტარდებოდა, იდეოლოგია, პრინციპში ამ იდეოლოგიამ გაიმარჯვა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ყველგან მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეში და ის რომ საქართველოში განსაკუთრებულად არის რაღაცა განსაკუთრებულად უარყოფილია სოციალისტური შინაარსი, მემარცხენე შინაარსი და ეს რაღაცა თითქმის რა პრინციპში ფაშისტურ იდეოლოგიასთანაც კი არის საქართველოში გათანაბრები. ეს მხოლოდ საქართველოს შემთხვევაში არ ხდება, ეს ხდება ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყნის შემთხვევაში და ეს რაღაცა იდეოლოგია, რომელიც დასავლეთიდან მოდის და მოდიოდა, ეს იყო მიზანმიმართული იდეოლოგია, იმიტომ რომ როგორც მოიხსენება არაერთხელ გვითქვამს და ესეც ფაქტია ის რომ დაუშვათ საბჭოთა კავშირის გრევით დაუშვათ რა სისტემის ცვლილებაზე დღეს მიდის საუბარი ერთპიროვნული ჰეგემონია ამერიკის შეერთებული შტატების დამყარდა მთელ მსოფლიოში შესაბამისად ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და დასავლეთმა როგორც გამარჯვებულმა მხარე წერს ისტორიას ისე როგორც მას სურს და შესაბამისად ის რასაც დაუშვათ ჩემი
თაობის, ჩემზე ახალგაზრდები ან ჩემზე ცოტათი უფროსი თაობის წარმომადგენელი ისმენენ დაუშვათ იგივე ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში, ქართულ სკოლებში, უნივერსიტეტებში, ხომ? ანუ ეს არის ის ისტორია, ის შეფასება სოციალისტური სისტემის, სოციალისტური მოწყობის, ზოგადად იდეოლოგიის, როგორც სოციალიზმის არის ის, რაც აწყობს ამ შემთხვევაში, რასაც თავაზობს გამარჯვებული მხარე, ეს კაპიტალისტური მხარე, დასავლური მხარე. შესაბამისად ეს ის რომ საქართველოში დაუშვათ ახალგაზრდებში ეს თემა შეიძლება პოპულარული არ არის, პრინციპში ესეც არ შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ თუ დავაკვირდებით დაუშვათ აი ამ 35 წლიან დრო დავამგოთ 35-იან ციკლს თუ დავაკვირდებით საქართველოს განვითარების, აი მემარცხენე სოციალისტური ძალების პრიზმიდან თუ გადავხედავ და მათ განვითარებას დავაკვირდებით, აი ძალიან მარტივად შეგვიძლია დავინახოთ რომ განსაკუთრებით ბოლო პერიოდში კი უფრო და უფრო მეტად ჩნდება ისეთი ახალგაზრდები, რომელსაც აქვს მემარცხენე შინაარსის დაუშვათ იდეოლოგია, ანუ შეიძლება აიყოს რაღაცა განსხვავებები აი ამ ძალებს შორის, რაღაცა ზოგი უფრო რადიკალურად მარცხნივ იყოს, ზოგი ცენტრთან უფრო ახლოს იყოს, მაგრამ ანუ შინაარსი, მემარცხენე შინაარსი განსაკუთრებით შემოდის და პრინციპში შეიძლება ითქვას, რომ შემოდის უფრო აკადემიებში, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ საგანმანათლებლო სივრცე მთლიანად ათვისებულია რაღაცა ეგრეთ წოდებული დასავლური ლიბერალური ელიტებისა და იდეოლოგიების მხრიდან, მაინც მიუხედავად ამისა, ის რომ იგივე დასავლურ იდეოლოგიაში, ანუ ევროპაში და იგივე ამერიკის შეერთებულ შტატებში მარქსიზმი როგორც ასეთი დგას დღის წესრიგში, იმიტომ რომ იქ მძლავრად არიან მემარცხენე ძალები, შეიძლება ის მოგწონდეს არ მოგწონდეს ეს მემარცხენე ძალები, ნუ ეს შეფასების საკითხია, მაგრამ ის იქ არის ეს ძალები და იქ დისკუსია ამაზე არის. ანუ ჩვენთან რომ ეს თემა საერთოდ გამქრალია დღის წესრიგიდან, თუნდაც ეს იდეოლოგიური დაპირისპირება, ხო? ჩვენ კარგად ხედავთ, რომ იგივე ევროპაში, იგივე ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, მათ შორის იგივე ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებობს მთელი დაპირისპირების მთელი ხაზი, თუნდაც ამერიკის შეერთებული შტატების წინა საარჩევნო კამპანიას თუ ავიღებთ, ესე იგი ტრამპსა და ბაიდენს შორის, ანუ ტრამპის მთელი ბრალდება იყო ის, რომ ბაიდენს ეძახდა მარქსისტს. ანუ გასაგებია, რომ ახლოსაც არ გაუვლია ბაიდენს მარქსისტთან, ანუ გასაგებია, მაგრამ იქ ეს საკითხი, მარქსისტული საკითხი და მემარცხენე საკითხი დღის წესრიგში დგას. აი ეს მინდოდა მე თქვა, ბოდი შეგაწყვეტინებ და უნდა შეგეკამათო მაგ ნაწილში, რომ აი ახალგაზრდებში ვერ ვითხოვდით, რომ არ არის პოპულარული და გეთანხმები. არსებობენ მემარცხენე შეხედულებების მქონე ახალგაზრდები, ახალგაზრდული ჯგუფები, რომლებიც რაღაც ძალიან ენთუზიაზმით იწყებენ ხოლმე, მაგრამ ის რა არის, აი ნებისმიერი იდეოლოგიის, მათ შორის მემარცხენე იდეოლოგიის მქონე პოლიტიკური მოძრაობის მიზანი რა უნდა იყოს საბოლოო ჯამში, რომ სოციალური თემატიკა, ეს მემარცხენე თემატიკა გახდეს პოლიტიკური დღის წესრიგის საგანი, ხო მართალია? დაიმართოს ამაზე მსჯელობა, შემოვიდეს ეს ყველაფერი დისკუსია, პარლამენტში ამაზე ლაპარაკობდნენ, მთავრობა ამაზე ლაპარაკობდეს, მედია ამას აშუქებდეს, ეს უნდა იყოს მიზანი მემარცხენე ჯგუფების, მაგრამ მე რასაც ვაკვირდები, ეს ხალხი კი შეიძლება რაღაც მემარცხენე იდეებს აფკვევდეს, მაგრამ საბოლოოდ ბოლოს ყველა ლელოში აღმოჩნდებიან ხოლმე მაგალითად, ან მსგავს გაერთიანებებში, ანუ მათი მხრიდან ეს მემარცხენეობა მე უფრო პოპულიზმი მგონია, ყურადღების მიპყრობის მცდელობა მგონია, ვიდრე ის რომ და საკუთარი თავის უფრო ძვირად გაყიდვის შესაძლებლობა. შეიძლება ეს შეფასებითი კატეგორია. შეფასება რა თუნდა ის თქვენიანი არის ხო კაცო, რა ქვია, გეგელია რო არის ლელოში ეხლა და ნახევარ ლელო მემარცხენეები არიან. ხო არა, თუ ეხლა ეგ მაგას ვამბობ, შეფასებითი კატეგორია ის რომ მაგისა ტრამპ ბაიდენსაც მარქსისტს და სოციალისტს ეძახის ეგრე. ხო, ანუ ეს შეფასებითი კატეგორია ვინ როგორ აღიქვამს გეგელიას ან ბაიდენს, დავუშვათ ერთ კონტექსტში საინტერესო დაჯდა ის ორი ადამიანი, მაგრამ ვინ როგორ აღიქვამს ამ ორ ადამიანს ეს უკვე შეფასებითი კატეგორია და მოდი ამას თავი დავანებოთ, მაგრამ ერთ რაღაცას ვიტყვი, უყურე, ანუ ის რომ დაუშვათ მთელი შინაარსის უნდა იყოს, რომ აი მემარცხენე ძალებმა უნდა შეძლონ რაღაცა დღის წესრიგში დაყენება, აი ამ საკითხების პოლიტიკურ დღის წესრიგში დაყენება ის მართალია, მაგრამ ჩვენ არ უნდა დავიწყოთ ის, რომ რაზე ვსაუბრობთ, აი ამ 35 წლიანი ციკლი გვაქვს, რაღაცა 35 წლიანი მთელი აი პირველი დღიდან საბჭოთა კავშირის დაშლის, ვიდრე დღევანდელ დღემდე მემარცხენე იდეოლოგია, მემარცხენე შინაარსის იდეოლოგია, სოციალისტური იდეოლოგია აბსოლუტურად იყო, რა ვიცი, განულებული, ანუ ეს ითვლე გათანაბრდა მიშას დროს, გათანაბრდა ფაშისტთან, ხო, ანუ ხო ხდები ჩვენ აზე, ის კი არა
9 მაისს, როდესაც რამდენიმე ვეტერანი, რომელიც ცოცხალი იყო და არის დღემდე, ხო, როდესაც მათ ან იმ ადამიანებისთვის, ვინც იომეს ჩვენი ქვეყნისთვის, ხო, თავი და ფაშისტთა ბრძოლაში და გაიმარჯვეს აი ამ ჭირზე, ხო, ანუ იმ ადამიანებს იმის საშუალებას არ აძლევდნენ, რომ შვიდად რაღაცა ეს აღენიშნათ და იმ ადამიანების, ვინც ვთვლიდით, რომ ეს არის რაღაცა ჩვენი წარსული, რომელიც ჩვენ გვეამაყება და რომელიც არ უნდა დავივიწყოთ, იმ ადამიანებს რაღაცა, რა ვიცი, ხან რუსეთუმეს გვეძახდნენ და რუსებთან გვაიგივებდნენ, საბჭოთა სიმბოლიკა დაუშვათ ის გამარჯვების დროშა, რომელიც აღიმართა მაშინ რაიხსტაგზე, ხო, აგერ ბატონეთებო მოხება დაუშვათ როგორ დევნიდნენ აი ამ გამარჯვების დროშას და აი ამ სიმბოლიკას, ხო, ანუ ეს იყო მთელი 35 წელი, როდესაც მთელი მანქანა, შიგნით სახელმწიფო მანქანა და გარედან დასავლური მანქანა აფინანსებდნენ რაღაცა საბჭოთა კვლევის ლაბორატორიას, რომელიც USAID-ის გრანტებით ფინანსდებოდა და ემსახურებოდა რაღაცა წარსულის გაყალბებას, ზუსტად იმას, ხო? ხო და აქედან გამომდინარე ეს გასაგებია, რომ ანუ სუსტია მემარცხენე ძალები, მაგრამ ის რომ მემარცხენე ძალები უფრო და უფრო მიუხედავად თუნდაც სუსტი, თუნდაც რაღაცა არ მოგწონდეს და რაღაცა ის კონდეთ არეული და უცბად არც ისეთი მემარცხენეები იყვნენ, როგორებიც უნდა იყვნენ დაუშვათ, ან რაღაცა დაბნეულები იყვნენ, დეზორიენტირებულები იყვნენ ეს ჯგუფები. ამ ჯგუფების გაჩენა იმას ნიშნავს, ხო, რომ ანუ ეს მოთხოვნა საზოგადოებაში არსებობს და ეს მოთხოვნა იარსებებს იქიდან გამომდინარე, რომ ანუ რაღაცა სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა ქვეყანაში არის კატასტროფული. აი, როდესაც აი რო ახსენე, რომ სამწუხაროა ის, რომ საქართველოში ისეთი მძიმე სოციალური მდგომარეობა არის, რომ აი აფხაზეთის, ანუ სამხრეთ ოსეთის საკითხზე უფრო წინ ეს დგასო და აი ეგ იმდენად მნიშვნელოვანი საკითხია, რომ აი წარმოიდგინეთ ნებისმიერი აფხაზი ან ნებისმიერი ოსი, როცა ქართველს, რომელიც აქ დაიბადა, თბილისში, გურჯაანში, თელავში, ხაშურში, ხო, ანუ ქართველი, რომელიც აქედან გარბის, აქ არ უნდა ცხოვრება, იმიტომ რომ ისეთ მძიმე პირობებში არსებობს, ანუ ცხოვრება აღარ ქვია მას, არსებობს, რომ გადარჩეს, ხო? ყოველი დღე არის მისი ბრძოლა გადარჩენის. აქედან რომ გარბის ქართველი, შენ რა უნდა უთხრა, რა უნდა შესთავაზო იმ აფხაზ და იმ ოსს, რომ ის იმას მოუნდეს შენთან ერთად ცხოვრება, ხო? მით უმეტეს იმ ყველაფრიდან გამომდინარე, რაც დაუშვათ 90-იან წლებში ხდებოდა და იმ შეცდომებიდან გამომდინარე, რაც ჩვენი მხრიდან იქნა. დაუშვათ ამ ხალხთან მიმართებაში დაშვებული და იყო ეს შეცდომები. იქიდან აქედან მხრიდანაც იყო, ანუ იმათი მხრიდანაც იყო, მაგრამ ჩვენი მხრიდანაც იყო ეს შეცდომები და აქედან გამომდინარე, ჩვენ თუ ვერ მოახერხეთ და ეს პრობლემები ვერ გადავწყვიტეთ, ხო? არ ვიცი ეს ვინ იქნება, ეს მემარცხენე ძალები იქნება თუ ქართული ოსტება თუ გადაწყვეტს ამ პრობლემებს, ხო? ჩვენ ამის საწინააღმდეგო არაფერი არ გვაქვს. უბრალოდ ჩვენ ამის რეალურ პერსპექტივას ვერ ვხედავთ, გზაობას ვერ ვხედავთ მართველი ძალისგან, ვერ ვხედავთ იმას, რომ მას კონდეს გააზრებული თუ სანამდე შეიძლება მივიდეს ქვეყანა იმ შემთხვევაში თუ ეს დღის წესრიგი რაც არსებობს სოციალური და ეკონომიკური დღის წესრიგი არ შეიცვალა და არ გახდა უფრო სახალხო და ხალხზე ორიენტირებული. კი ბატონო, მან საინტერესო არის უბრალოდ შეიძლება თვითონ ვერ ხვდებოდნენ მაგას, მაგრამ თვითგადარჩენის ინსტინქტი მაინც მაგას მე ჭვიმაქ რომ უბიძგებს ადრე თუ გვიან, იმიტომ რომ მართლა როდესაც ხალხის უკმაყოფილება მიაღწევს იმ ზღვარს, რომ გამოხატავს მე ხალხი, მე ამას ვიზახი აი ეს აქციები რო ტარდება, რო ეკითხები რა გინდა იმ აქციაზე, ყველა გეტყვის რომ რა მოგწონს შენი ხელფასი, მოგწონს ის ჯანდაცვის პოლისი, მოგწონს ის გეუბნებიან სოციალურ საკითხებს, ვითომ ამის გამოდგანან ქუჩაში, მაგრამ თვითონ იმ მიტინგზე მე არ გამიგია არანაირი სოციალური მოთხოვნა საერთოდ. იმიტომ რომ ის ძალები, რომელიც მიტინგს მართავენ ამ მიტინგს სხვა მიზნით. იმისათვის რომ შეიცვალოს აი დეკორაციული ცვლილება მოხდეს სისტემისა. აი, პლუს მაგას ახლა ის ძალები ფაშისტური ძალები არიან და ქართული ოცნება არის ძალა, რომელმაც ასე თუ ისე დემოკრატიული სისტემა შეინარჩუნა. აღადგინა და შეინარჩუნა. და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, იქ ვინც მიდის, აი ახალგაზრდობა, განსაკუთრებით აი სტუდენტის ახალგაზრდობა იქ რომ მიდის, არა? ის იქ მიდის იმისთვის, რომ დაახლოებით ისეთივე სოციალური გარანტიები იყოს აქ საქართველოში, რაც არის გერმანიაში, რაც არის საფრანგეთში, რაც არის ევროპაში, ევროპის განვითარებულ ქვეყნებში. ამიტომ იძახეს ეს გაუმარჯოს ევროპას. ესა თავარი მიზეზი და არა ის, რომ იმათ უნდა ის, რა ქვია, ის უმცირესობის უფლებები. თავარი მიზეზი ესა. იმიტომ რომ სოციალიზაციის პროცესი ამ ადამიანისთვის, ამ ახალგაზრდისთვის რაღაც გარკვეული პერსპექტივები ასე თუ ისე იქ არის ადგილზე. დაუშვათ თუ გერმანული ისწავლა კარგად, ინგლისური კარგად ისწავლა, ფრანგული კარგად ისწავლა და რაღაცა სპეციალობა აითვისა, რომელიც იქ არის. დაუშვათ საჭიროა რა, მას აქვს გარკვეული პერსპექტივი იმ ქვეყანაში, სადაც სოციალური დაცულობის მაღალი დონე არის. აი ეს არის, აი ეს საუბრებია იქ.
სინამდვილეში, მაგრამ ვინც ამ აქციებს ორგანიზებს, იმას სხვა მიზნები გააჩნია. კი, თუმცა მან ამ შემთხვევაში გასაგები არის ამ ადამიანების პროტესტი, ამას გულისხმობს სწორედ რომ ხა მაგის გამო რო გადიხარ და სოციალური თემატიკის გამო გადიხარ ქუჩაში, ეს არის აბსოლუტურად გასაგები, სწორი და ალბათ უნდა ვიყოთ პირიქით სოლიდარულები ამ ყველაფრის, მაგრამ ნუ მე ამ შინაარსი რო იცვლება და შენ როგორი არა, სოციალური მოთხოვნები არ დგას. საერთოდ არ დგას. არ დგას, ზემოთ არ დგას, სოციალური მოთხოვნები დაუშვათ, არ დგას ზეგანაკეთური შრომის შესაბამისი ანაზღაურების შესახებ. კი ბატონო, ყველაზე დაუშვათ რეალური შემოსავლების ზრდის პრობლემა, ანუ ხელფასი რო შესაბამებოდეს მინიმალური ცხოვრების დონეს. არ დგას დაუშვათ პენსიების გაზრდის რომელიმე ლოზუნგი, პენსიების კი არის 1-2, კი არის დაუშვათ აი ეს რა ქვია ბანკერია რა ის ხაზარაძე მაგალითად გეგელიას გავლენით ის ამას აცხადებს ცალკეული რაღაცა მომენტები არის მაგრამ სისტემური მიდგომა არ არის რა თქმა უნდა და ქართული პოპულისტურია განცხადებები რეალურია რა თქმა უნდა პოპულისტურია და არც ერთი პოლიტიკური ძალა არ არსებობს ისეთი რომელსაც სისტემური მიდგომა არ აქვს ამისა რა შეიძლება გაგერდეს იმისათვის, რომ ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდეს. ეს რთული თემაა, მაგრამ აუცილებლად გადასაწყვეტი. და უნდა გაგერდეს ის, რომ სახელმწიფო რეგულირების აი ეს სისტემები დაინერგოს ეკონომიკის მართვაში. და სახელმწიფო რეგულირებას მიეცეს გადამწყვეტი მნიშვნელობა ეკონომიკის მართვაში. საზოგადოების ინტერესების შესაბამისად და არა ცალკეული დაუშვათ კერძო ინტერესების შესაბამისად. აი ბატონო თემურ მკვლევარები რო ახსენა, ცოტნებს ეხარო კვლევის საბჭოთა კავშირის კვლევის ლაბორატორია და რეპლიკა გავაკეთებ მაგათ ვერ ვიტან ყველაზე მეტად მეტი ვინმეს პიროვნულად კი არ ვეხები მან მე უბრალოდ აი რაზე მაქვს საუბარი საბჭოთა კავშირის ისტორიის კვლევა ჩემთვის მაგალითად ადამიანისთვის რომელიც არ მივეკუთვნები რაღაც დასავლურ იდეოლოგიას ჩემთვისაც ძალიან საინტერესო საკითხი არის და ბევრი ისეთი თემა არის რაც მაინტერესებს აი მაგალითად მე და ცოტნე საუბრობდით ეხა ცოტა ხნის წინ რომ რა გახდა საბჭოთა კავშირის წარუმატებლობის მიზეზი ამისი მიზეზი ის იყო რომ თავიდანვე მცდარი იყო ეგ სისტემა და თავიდანვე იყო ჩადებული მასში რომ ის დასრულდებოდა ბოლოს კრახით თუ მერე მოხდა თავიდან სწორად ვითარდებოდა და მერე მოხდა რაღაცა გადახვევა რამაც ეს გამოიწვია და ბევრი ასეთი საკითხი არის რაც მე პირადად ჩვენი ქვეყნის ისტორია შეეხება ხო ეს საბჭოთა კავშირს რო ახსენებენ ისე იძახიან გეგონება რაღაც სხვა ქვეყანა ჩვენი ქვეყანა იყო ამ სისტემის ნაწილი და უნდა გვაინტერესებდეს რა საკვირველია მაგრამ აი ეს მკვლევარები USAID-ები ვისაც აფინანსებდნენ ამდენი ხანი აი ვერ გაცდნენ იმას რომ საბჭოთა კავშირის კვლევა გონიათ ის რომ შემოვიდა ვიღაც რუსი სალდატი და ვიღაც ოჯახი გაამწარა რაღაცა აი დაახლოებით ამ დონემდე აქვს და ადამიანები რომელთა დავალებას ერთადერთი იყო რომ თვეში ერთხელ დაჯექი რომელიღაცა ლიბერალურ ტელეარხზე და ლანძღე საბჭოთა კავშირი ამაში იღებდნენ 1000-ებს და 10.000-ებს და ხვიათ მკვლევარები და ისტორიკოსები და სხვა არაფერი გაუკეთებიათ გარდა იმისა რომ ხალხი არის პროპაგანდისტები ეს ხალხი არის მოწოდებული რომ გონება დაუბნელოს განსაკუთრებით ახალგაზრდობას და თეთრი შავად აჩვენოს და პირიქით შავი თეთრად მაგალითად აი საბჭოთა კვლევის ლაბორატორია ვახსენეთ ხო ასეთ რაღაცა გადავავლეთ თვალი უბრალოდ არ წამიკითხია ყურადღებით მაგრამ სურათს მივაქციე ყურადღება რომ თავარი რაც არის აი მესიჯი რომ სტალინია სახე და იმ სტალინიდან ამოშვერილი არის პუტინის სახე ხო აი მაგას ვერ გაცდნენ თქო მაგას ვიძახი აი ეს არის რომ რუსეთი არ არის სოციალისტური რუსეთი არ არის საბჭოთა კავშირი სამართალ მემკვიდრე კი არის მაგრამ სისტემა ის რაც არის რუსეთში დღეს ის სოციალურ-ეკონომიკური სისტემა იმის საპირისპიროა რაც იყო საბჭოთა კავშირში ის რუსეთში რაც არის ის დაახლოებით ისეთი სისტემა რაც არის ჩვენთან რაც არის შეერთებულ შტატებში ამას არაფერი კავშირი არ აქვს სოციალურ უდიდეს ნაწილში ჩინეთში არა ასე მაგალითად ასე რომ რუსეთი არ არის ის რუსეთი რომელიც იყო საბჭოთა კავშირის დროს და მეორე ძალიან ესე იგი უკანსევს ამ იდეას და ძალიან ხელს უწყობს ამ აი ასეთ პროპაგანდისტებს ანტისოციალისტურ პროპაგანდისტებს შრომელთა ტრებს მოსახლეობის ტრებს და საქართველოს ტრებს აი საბჭოთა კვლევის ლაბორატორია რო არის ხელს უწყობს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში აი ეს ტრაგიკული სიძნელეები რაც არსებობს აფხაზეთის დაუშვათ და ცხინვალის საკითხი სამხრეთ ოსეთის იმიტომ რომ რუსეთმა შევხედავთ რომ მხარი დაუჭირა აფხაზებს და ოსებს აი ამ დაპირისპირებაში
იმ დაპირისპირებაში, რომლის ძალითაც აფხაზები ცალკე არიან, ოსები ცალკე არიან. ასეა, ხო? და იმ რუსეთს უკავშირდება საბჭოთა კავშირიც. იმ რუსეთს უკავშირდება სოციალისტური სისტემის ისტორიაც ერთდროულად და აქედან გამომდინარე, აი ახალგაზრდა ვერ არკვევს. ვერ ანცალკავებს ერთმანეთისგან რუსეთს და სოციალისტურ სისტემას ვერ անցალკავებს. ხო და ეგ რამდენად არის სწორი მე? ხო, რა არის? რა კავშირია? ხო, ამას გულისხმობ. სწორი არა, რა თქმა უნდა, ჩვენ კომუნიზმი დაკავშირებულია რუსეთთან, მე ეს ყველაფერი ფაშიზმთან და აი სინამდვილეში არც კომუნიზმია რუსული, არც ფაშიზმია რუსული. მეორე ისა ფაშიზმი და კომუნიზმი ერთმანეთთან გაიგებულია გარეგნული ნიშნებით უბრალოდ. შინაარსი არის სრულიად საპირისპირო, პრინციპულად განსხვავებული ერთმანეთისაგან. და სტალინი და ჰიტლერი როგორ შეიძლება ტოლობის ნიშანი დასვა. ჩვენ კი ბატონო დავანებოთ თავის საბჭოთა კავშირს. არ ვამბობ, რომ საბჭოთა კავშირი კარგი იყო. ყველაზე ცუდი ქვეყანა იყო, რაც კი არსებობდა სოფლიოში. მოდი გადმოვიღოთ ის, რაც არის კაპიტალისტური გერმანიის, საფრანგეთის, შვეიცარია, შვეიცარია, ავსტრალია, ახალი ზელანდიის სისტემები. არ შევცვალთ ის სისტემები სოციალური დაცულობის და ეკონომიკის ორგანიზების იმ კერძო ბიზნესის ისეთი მდგომარეობის გათვალისწინებით რაც იქ არის. გადმოვიღოთ ავტომატურად და არ ვამბობ, რომ საბჭოთა კავშირი იყოს მეთქი. იყოს მაგას ამბობენ გერმანია იყო ჩვენთან. ჩვენ ვიყოთ გერმანია. შვეიციიდან ავიღოთ მაგალითი, ნიდერლანდებისგან ავიღოთ მაგალითი, მეზობელი თურქეთისგან ავიღოთ მაგალითი. სადაც კაპიტალისტური მეურნეობა ორგანიზებულია ისე, რომ ის შედეგს იძლევა, ეფექტს იძლევა. კაპიტალიზმის ფარგლებში ის რაც ჩვენთან არის, აი ამ ფარგლებში შეიძლება ისეთი რეფორმების გატარება, რომელიც შვებას მოგრის მოსახლეობას. თუ ორიენტირებული იქნება სახელმწიფო რესურსები, თავისი პოლიტიკური ძალით, თავისი ავტორიტეტით, თავისი ფინანსებით და ასე შემდეგ იქნება ორიენტირებული იმისკენ, რომ შეცვალოს ეკონომიკური სუბიექტების ფუნქციონირება, იმ კერძო ინსტიტუტების ფუნქციონირება, კერძო ბიზნესის ფუნქციონირება, ხელი შეუწყოს ისეთ ბიზნესს, რომელიც ადგილზე აწარმოებს პროდუქციას, ადგილზე გნის ღირებულებას, ადგილზე გნის სამუშაო, ბატონო ჩემო, ადგილებს და საერთოდ არ გვინდა არაფერი მაშინ. არ გვინდა საბჭოთა კავშირი, ვაცხადებ, კი ბატონო. თქვენ ახლა ამ მდგომარეობას, რაც საქართველოშია, ყველაფერი ჯობია. თქვენ ახლა თქვით ყველაზე პროდასავლური რამ ჩემი გაგებით რაც კი შეიძლება თქვას ადამიანმა რაც არ უნდა პარადოქსულად ღერდეს მაგრამ სრულიად გეთანხმებით აი ჩვენი პროდასავლელების მე ეგ პრობლემა მაქვს ამ ხალხთან რომ მაგათ გონიათ რომ თუ გახდები რაღაც ევროკავშირი მათ უნდათ ისეთი სახელმწიფო კონდეთ როგორიც აქვს გერმანელებს როგორიც აქვს ფრანგებს მაგრამ აქ ამ გზის მიღწევას აპირებენ რომ აი თუ გავხდებით ევროკავშირის წევრი ეგეთი ქვეყანა გვექნება და ჩემი იდეა სულ ეგ იყო რასაც ვამბობდი და რის გამოც პრორუსად და ათასუბედურებად შეიძლება გამოვეცხადებინეთ ვინმეს და გვაბრალებდნენ რომ მე განა ევროპა მეზიზღება განა ევროპა არ განა არ ვიცი რომ ეკაი ცხოვრება ამარა ნუ ეს ინტეგრაცია არის წარმოუდგენელი რამ და ჩვენ თუ მართლა პროდასავლელები ვართ და მართლა ევროპელები ვართ და ეგრე გვინდა უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის რომ ისეთი სახელმწიფო კონდეს როგორიც ააშენეს ფრანგებმა როგორიც ააშენეს ბელგიელებმა როგორიც ააშენეს გერმანელებმა რომ ჩვენ მოქალაქეს იგივე გარანტია კონდეს რა გარანტიებიც აქვს გერმანელებს და ბელგიელებს და ფრანგებს და არა ის რომ ესე ბრმად უბრალოდ რაღაც კავშირის წევრი გავხდეთ და თვალი დავხუჭოთ და გვეგონება რომ მე იქ ფრანგები და გერმანელები იმიტომ იმუშავებენ რომ ჩვენა კარგად ვიცხოვროთ ეს არის ილუზია რა თქმა უნდა და მე სრულიად მივესალმები რომ აი ასეთი ჯანსაღი შეხედულებები გაქვთ თქვენ მაგალითად ცოტნე შენთან გადმოვალ ისევ სასაუბროთ და ერთ ჩემს ფრაზას ვიტყვი გამარჯვებულმა მხარემ დაწერაო ისტორია და აქედან გამომდინარე ხდება ყველაფრის დემონიზება რაც უკავშირდება საბჭოთა კავშირს მათ შორის იმისის რაც შეიძლება სამართლიანათაც ხდება და იმისის რაც არის უსამართლო მაგრამ რამდენად სწორი და ესე არის მთელ მსოფლიოში რამდენად სწორია ვთქვათ რომ გამარჯვებული მხარეა ამ შემთხვევაში დასავლეთი როგორ რას გულისხმობ რა კუთხით ვიზახი ამას აი ამ სოციალიზმის და კაპიტალიზმის პირობითად დაპირისპირებაში რაც შეიძლება დავარქვათ მე-20 საუკუნის მთავარი ხაზი ეს იყო ხო მართალია სოციალისტური და კაპიტალისტური სისტემების დაპირისპირება შეიძლება ვთქვათ რომ ამ ბრძოლაში გაიმარჯვა კაპიტალისტურმა სისტემამ იმ მოცემულობაში როდესაც ახეზე გვაქვს ჩინეთი მაგალითად უდიდესი კომუნისტური სახელმწიფო რომელიც იზრდება ფართოვდება და რომლის უკვე მასშტაბები ახსევს
რომელიც ჩაანაცვლა უკვე შეერთებული შტატები როგორც მთავარი ეკონომიკური აქტორი და რომელიც მომავალიც როგორი იქნება ჯერ კიდევ კაცმა არ იცის. კი, გეთანხმები რომ ამას ესე ვერ ჩავთვლით. მე არ მithქვამს რომ დაუშვათ აი ამ დაპირისპირებაში დაუშვათ კაპიტალიზმსა და სოციალიზმს შორის ეს კაპიტალიზმსა და სოციალიზმს შორის დაპირისპირება იდეაში არ არის. ეს არის დაპირისპირება კაპიტალისტსა და მუშას შორის. ანუ კლასობრივია ეს დაპირისპირება, ბურჟუაზიას და პროლეტარიატს შორის არის ეს დაპირისპირება და მე ვთქვი რომ საბჭოთა კავშირის მაგალითზე ასე ვთქვათ, საბჭოთა კავშირში აი ამ ცდელობაში რაღაცა ყოფილიყო რაღაცა კუნძული, სადაც დაუშვათ ის რაც ვიღაცებს უტოპია გონიათ, ან ის რასაც ვიღაცები თავისუფლებას ეძახიან თავიანთი გაგებით, ყოფილიყო კუნძული, სადაც ეს ყველაფერი რეალურად იქნებოდა რეალიზებული, ანუ ადამიანი მართლა თავისუფალი იქნებოდა, იმიტომ რომ რეალურად არ არსებობს თავისუფლება თუ შენ რაღაცა სხვაზე ხარ დამოკიდებული მატერიალურად. ეს ხო ეკონომიკურად რა ნებისმიერ ადამიანმა საკუთარ თავზე რო აიღოს, რომ დაფიქრდეს, როგორ შეიძლება შენ იყო თავისუფალი იქ, სადაც შენ არ აქვს ფორმალურად მხოლოდ და მხოლოდ ის თავისუფლებები, რომ დაუშვათ ნებისმიერ უნივერსიტეტში შეგიძლია ისწავლო, ნებისმიერი დაუშვათ ჯანდაცვის დაწესებულება, კლინიკა, ჰოსპიტალი, საავადმყოფო აირჩიო იმისთვის, რომ იმკურნალო დაუშვათ რაღაცა კონკრეტულ დაავადებაზე, ან წახვიდე ყველგან, სადაც მოგესურება ანუ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში წახვიდე განსხვავებით საბჭოთა კავშირისგან. ხო, ანუ ეგ არ იყო შესაძლებელი. დღეს ეს შესაძლებელია, ფორმალურად არის უბრალოდ შესაძლებელი, იმიტომ რომ შენ ამაზე უბრალოდ წვდომა არ აქვს იმის გამო, რომ წარმოადგენ სხვა კლასს, წარმოადგენ შრომელთა კლასს, რომელიც საკუთარი ფიზიკური შრომით საკუთარ თავს, საკუთარ არსებობას ინახავს, ასე რომ ვთქვათ, ცდილობს რომ უზრუნველყოს. კი, ანუ ცდილობს რომ ხო იარსებოს იმისთვის, რომ მე ხვალ ისევ იქ მივიდე საკუთარ სამსახურში, სამუშაო ადგილას და იგივე სამუშაო შეასრულოს, რაც გუშინ შეასრულა, ან რასაც დღეს ასრულებს, ხო? აქედან გამომდინარე, ეს არის მხოლოდ ფორმალური გათავისუფლება, ანუ ის მითები რომ საბჭოთა კავშირი იყო ჩაკეტილი სისტემა რკინის ფარდა, იქ ამერიკაში ვერ წახვიდოდი, ჰოლივუდს ვერ ნახავდი, რაღაც არ ვიცი, ხო, ანუ სადაც გინდა იქ ვერ იმოგზაურებდი, ანუ ეს არის ჩვეულებრივად მითი შექმნილი, ეს გასაგები რომ მართლა ასე იყო. უბრალოდ ეს მართლა ასე იყო, მაგრამ ის არ არის გამოსავალი. ხო, არა, პირიქით, ანუ ეს არის მოტყუება, ეს არის ფარსი, რაც ახლა ჩვენ შემოგთავაზეს, ანუ ნებისმიერ ახლა მე და შენ შეგვიძლია ახლა ავდგეთ აქედან გავიდეთ ფორმალურად, კანონი არ გვყავს, არც ერთი პოლიციელი არ გაგვაჩერებს, არც ერთი მესაზღვრე საზღვარზე არ გაგვაჩერებს და არ გვეთქვის რომ არ წახვიდე დაუშვათ ბაჰამის კუნძულებს დასასვენებლად მარტივად მომყავს მაგალითი, მაგრამ ამის შესაძლებლობა საქართველოს უსაკუთრებელ რამდენ პროცენტს აქვს? ძალიან ცოტას, ხო? ანუ ეს არის ის ფორმალური თავისუფლება, რაც სინამდვილეს შინაარსისგან დაცლილია. ტყუილია, ანუ ფარსია, ეს არის აი მიშა რომ იმას აქვია ქალაქებს აშენებდა, გარეთ ფასადებს რო ღებავდა და უკანა ფასადებს და შიგნით ხო ცარი ბუტაფორია იყო, დაახლოებით ამას გავს. ეს არის მოტყუება ადამიანის, რომ შენ და ნებისმიერი ბურჟუა, მე და ილონ მასკი თანასწორები ვართ. ანუ კანონის წინაშე ყველა თანასწორია. ამას გეუბნებიან, ეს სინამდვილეში ტყუილია. ანუ ეს ტყუილია, ეს ტყუილი იმისთვის გამოიგონეს, რომ როდესაც საბჭოთა კავშირში ან როდესაც სოციალიზმი, მარქსიზმი, სოციალისტური იდეოლოგია, თეორია ადამიანებს უხსნის, რომ არსებობს ეს განსხვავება, არსებობს ეს ჩაგვრა, როდესაც ის შენი ჩაგური, შენი ექსპლუატაციით მდიდრდება და შენ ტოვებს იქ, სადაც გტოვებს, იმისთვის, რომ ხვალ ისე იქ მიხვიდე და მის რაღაცა ქარხანაში იმუშაო, ხო? ანუ ეს რომ შეგიფუთონ ლამაზად, შენ რომ აი ეს არ დაინახო ეს წინააღმდეგობა, ეს დაპირისპირება, ეს რთული ასაქმელია, ესე მარტივად როდესაც უყურებ, თუ ამაში არ იხედები, თუ ამაში ამას არ ეცნობით, როგორ ხდება ეს ჩაგვრა და ვინ არის ჩაგვრა და რატომ არის ეს ჩაგვრა, თორემ ანუ ჩვენთან აი 30 წლის განმავლობაში ეს ხო ინდივიდუალურ პასუხისმგებლობა და აქცია წარმატებული მაგალითები, ადამიანები, რომლებსაც არ ქონდათ არაფერი, მაგრამ თავისი შრომით, აი ამ სისტემაში თავისი შრომით რაღაცებს მიაღწიეს. ამისი მსოფლიოში ხო გვაქვს ამისი მაგალითებიც? ძალიან იშვიათი მაგალითი არსებობს, არ ვიცი, მე საერთოდ ვერ გავიხსენებ ეს მაგალითს, რომ ილონ მასკი მოიგონა რაღაცა. ილონ მასკს ჯერ ეს ერთი ილონ მასკი რასაც ქმნის, მასში მთელი რიგი პასუხისმგებლობა და წვლილი აქვს სახელმწიფოს, ეს ერთი. მეორე, ილონ მასკი რასაც აკეთებს, ხო, ანუ თვითონ კი არ ქმნის დაუშვათ AI-ს, ან თვითონ კი არ ანუ როგორ წარმოგიდგენიათ ახლა, რომ ილონ მასკი კოსმოსურ ხომალდსაც თვითონ აშენებს, მისი ინჟინერიც არის. AI-საც ქმნის, ანუ კომპანია, როდესაც აქვს და ვიღაცა არის, რომელსაც აქვს იმიჩქუა, რომ რაღაცა ისეთი პროგრამა დაწეროს, რომელიც
რომელიც რაღაცა ChatGPT-ს შექმნის მე და ChatGPT გამოვა. ილონ მასკი ვინ არის? ილონ მასკი ამის ორგანიზატორია, რომელიც აი ამ კაცის შრომას ნიჩს იყენებს სათავისოდ. ანუ ის ადამიანი ქმნის, ილონ მასკი მდიდრდება. ეს არის წინააღმდეგობა შრომის საზოგადოებრივ ხასიათსა და მითვისების კერძო ხასიათს შორის. ხო, ვერ გავიგე. აი მარქსიზმის ადგილმარები. დიახ, ანუ ეს მაგის თქმა მინდა რომ ეს არის ილუზორულია ეს ყველაფერი და ამის დასაფარად არის შექმნილი რომ ეს მომენტია ცოტნე მან გასაგებია ეს ექსპლუატაცია არის და უსამართლობა არის ეს ერთი მხარეა ასე ვთქვათ მორალური მხარე შეიძლება ითქვას კი ბატონო აი ამ სისტემის რომელიც არის უსამართლო მაგრამ მეორე მხარე აქვს ამას არანაკლებ მნიშვნელოვანი რომ თანამედროვე წარმოების ორგანიზაცია არ შეუძლებელია ეფექტურია ორგანიზაცია კაპიტალისტური სისტემის პირობებში. ანუ იმ პირობებში, როცა კერძო ინტერესები წინ გამოდის. იმიტომ რომ საწარმოო ძალები ისეთია, გამსხვილებულია ფაქტიურად ეს აი რაც ახსენე, ხო, ის დაუშვათ კოსმოსური წარმოება. ხო, იქ არის ეს არის მილიონობით თუ 100,000-ობით მაინც ადამიანის ინდივიდუალური შრომის შედეგი. კი ბატონო. და ამის ორგანიზება კერძო და მარტო კოსმოსური დარგი ხო არა, ნებისმიერი დარგი აიღეს, სადაც ჩვენ გვაქვს იგივე სურათი. და აქედან გამომდინარე სახელმწიფო ორგანიზება მაინც კეთდება ამის. ერთიანი სახელმწიფო გეგმა მაინც არსებობს ყველგან დღეს შეერთებული შტატები ერთიანი სახელმწიფო გეგმის მიხედვით მუშაობს, უბრალოდ ის სახელმწიფო გეგმა ოლიგარქების ინტერესების შედის. ოლიგარქების შედგენილი გეგმა ოლიგარქებისვე ინტერესების შესაბამისად. აი ჩინეთსა და მაგათ შორის რა განსხვავება იქაც არის ოლიგარქებიო და ამას იქაც არ არის ბატონო იქ კაპიტალიზმი პირიქითაა. ჩინეთის სახელმწიფო ორგანიზებას უკეთებს და დაქვემდებარებულია იქ ოლიგარქები. სახელმწიფო კი არაა დამკვიდრებული პირიქით. ოლიგარქები კი არ იქვემდებარებს ჩინურ სახელმწიფოს. არამედ პირიქითაა სახელმწიფოს ქვეშ არის ოლიგარქები, ოლიგარქიული საკუთრება, რომელიც არ არის თავარი დაუშვათ რესურსები ჩინეთისა, არამედ იქ საზოგადოებრივი რესურსები. ბევრად აჭარბებს აი ამ ოლიგარქების, ანუ კერძო რესურსებს და საერთო ჯამში ეს მიიმართება სახელმწიფოს მიერ. აი ეს არის პრობლემა დღეს, მაგრამ საქართველოს ჩვენ რა გვაქვს პრობლემა? ის გვაქვს რომ კერძო ინტერესებია მისი დიქტატია, მისი დომინანტია და კერძო ინტერესებიდან ხდება ყველაფერი, რაც ხდება ეკონომიკის სფეროში. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვხედავთ, რომ აი იმპორტზე ორიენტირებულ პარაზიტულ ბიზნესს ვხედავთ. რომელიც იმპორტზეა ორიენტირებული. ადგილზე იწარმოება დაუშვათ თითებზე არის შემოსათვლელი ისეთი დარგები, რომელიც არის ადგილობრივი დარგები, დაუშვათ ზესტაფონის სფეროა მაგალითად. ჭიათურის მანგანუმი მაგალითად, ენერგეტიკის სფეროა, მეღვინეობა. კიდე რამოდენიმე შეიძლება ჩამოთვალოთ, რომელიც დარგის სახე აქვს, დარგის ფორმა აქვს. რატო ვერ ხდება ამ დარგების განვითარება? რენტაბელური არ არის. იმიტომ ვერ ხდება. აი როგორ არის, იცით, რენტაბელური არ არის იმ ძალებისთვის, იმ კერძო ინტერესების, რომელიც დღეს მოქმედებს საქართველოში. და ეს არის ეს სუბიექტები, ეს პარაზიტული სუბიექტები. აი სახელმწიფოს მოვალეობა ის არის ეს რესურსები ისეთი საკანონმდებლო გარემო შექმნას რომ ეს რესურსები მიიმართოს ბიზნესის მიერ მიიმართოს ადგილობრივი დარგების პროდუქტიული მატერიალური წარმოების სფეროსკენ ცოტა ძნელია ამ ტერმინოლოგიით საუბარი ანუ იმ დარგების განსავითარებლად რომელიც პროდუქცია შექმნის ადგილზე ადგილობრივ წარმოებას განავითარებს ადგილზე დაასაქმებს ხალხს და ეს უკვე არის ეკონომიკის სამინისტროს პრეროგატივა, რომელი დარგი შეიძლება განავითაროს იმ რესურსების საშუალებით, რომელიც სახელმწიფოს გააჩნია. ერთ კითხვას ასეთი გეგმა. კი. ერთ კითხვას საინტერესოა მოდის თენგო, ანუ ეხლა რაზეც ისაუბრეთ, ხო? აქ დაუშვათ იმ ბიზნესს, რომელიც აქ არის კერძო ბიზნესი, რომელიც აკეთებს დაუშვათ იმ საქმეს, რაც ჩამოთვალეთ, ხო? რომელიც დაუშვათ იგივე იმპორტი. აი მეგობრებო, ესენი არიან კომუნისტები. დაუშვათ ერთმანეთს ელაპარაკები. იმპორტზე არის ორიენტირებული, ხო? ეს ბიზნესი. სახელმწიფო ხომ
უნდა დაუშვათ სთავაზობდეს ალტერნატივას, ანუ რისი თქმა მინდა, ეს დაუშვათ იმპორტი კერძო ინტერესის ნახვა არის მოგება, მის მნიშვნელობა არ აქვს მნიშვნელობა როგორ ნახავს ამ მოგებას, ხო, პრინციპში, მან უნდა ნახოს მოგება, ხო? მაგრამ აქ უნდა იყოს სახელმწიფო ინტერესი, რომელიც ამ ბიზნესს მიუთითებს, რომ კი შენ ნახო მოგებას და მდიდრდები, მაგრამ ეს ხდება ჩემ ძარცვისა და ჩემი მოსახლეობის ძარცვის ხარჯზე, როდესაც ეს იმპორტ-დამოკიდებული ბიზნესია. ანუ რაღაცა ინდუსტრიული პოლიტიკა, ეს ხო მხოლოდ აი ამ კერძო ბიზნესის ბრალი არ არის. ეს კერძო ბიზნესის ხასიათი აქვს. კერძო ბიზნესის ბრალია, კერძო ბიზნესმა ჩაიგდო სახელმწიფო ხელში, პარლამენტი ხელში. მისია ეს ყველაფერი და იმ კერძო ბიზნესი და სახელმწიფო ერთია დღეს. კერძო ბიზნესის ინტერესია რაც შეიძლება მეტი ფული იშოვოს, მაგრამ აი მაგალითად იმპორტის შემთხვევაში გვისაუბრია კიდეც ხო, სახელმწიფოს აქვს მაგალითად ანტიდემპინგური კანონმდებლობის მიღების შესაძლებლობა, რომ სწორი მიმართულებით მიმართოს მე ეს ყველაფერი, ეს ინტერესები და ეს არ ხდება ჩვენს ქვეყანაში. თქვენ ამის მიზეზად ასახელებთ იმას, რომ სახელმწიფო და კერძო ინტერესი ფაქტურად შერწყმულია და ეს არის რაღაც ერთიანი სტრუქტურა. მაშინ აი რა გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ მალე და როგორც თქვენ ამბობთ, ძალიან მალე სოციალური თემატიკა წამოვა მაინც წინადღის რა არის ეს თვითგადარჩენის ინსტინქტია ერთგვარი? თვითგადარჩენის ინსტინქტი, აი ცხოველური ინსტინქტი გაიღვიძებს, ასე ვთქვათ, ბიზნესმენებში, რომელთა შორის ადამიანები ძალიან ცოტაა, პირდაპირ ვიტყვი. იმიტომ რომ ვერც ერთი ვერ ამაღლდა ერთეულების გარდა თავის სოციალურ მდგომარეობას. იმ სოციალური თავისი მდგომარეობის მონაა. ეს ფიქრობს მოგებაზე მხოლოდ. რაც შეიძლება მოგება მეტი იყოს. და თავისი ბიზნესის ფუნქციონირება რა შედეგებს იწვევს, ამაზე ის არ ფიქრობს საერთოდ. რომ ის ანტიადამიანი გახდა, ის ღუპავს საქართველოს. იქ სადაც რაღაცა კეთდება, იქიც ისიც კი ღუპავს საქართველოს. დაუშვათ მშენებლობები ავიღოთ. რას დაემსგავსა თბილისი? ბეტონი ჯუნგლი. ეს საკითხია, მაგრამ მე იმისი მედი მაქვს, რომ ისეთი მდგომარეობა საქართველოში და ისეთი მაღალი უკმაყოფილება არსებობს მოსახლეობაში, რომ აი ეს ფაშისტური ძალები, ოპოზიციური ძალები, რომ ფაშისტურები არ იყვნენ და ხალხთან რო იყვნენ ცოტა ახლოს, ქართული ოცნება ვერ შეინარჩუნებდა ხელისუფლებას. ისეთი მდგომარეობა ქვეყანაში. და მიუხედავად ოპოზიციის არარსებობისა და ქართული ოცნებამ გაიმარჯვა და განიმტკიცა თავის მდგომარეობა, მე მგონია რომ ისეთი მდგომარეობაა საქართველოში, რომ ჭკვიანი ხალხი თუ ვინმე ზის და ზის ერთი-ორი მაინც პოლიტიკურ ხელმძღვანელობაში ქართული ოცნებისა, ისინი წავლენ შემოსავლების გადანაწილებას. რომელიც არ არის მათთვის იცით რა, ეს შემოსავლების განაწილება ნიშნავს იმას, რომ ბიზნესი მოიკლებს მოგებას და ეს გადანაწილდება, ეს ნაწილი, რომელიც მოიკლებს მოსახლეობაზე, ну დაახლოებით მარტივად რო ვთქვა. მაგრამ ეს ისეთი მოკლებაა მოგებისა, ისეთ წაგებაა ბიზნესისთვის, რომელიც დადებით ეკონომიკურ ეფექტს აუცილებლად მისცემს მას გრძელვადიან და საშუალოვადიან ასე იგი პერიოდში. სყიდველუნარიანი ფენა გაჩნდება. გაჩნდება. იმასაც თავისი რეგულირება უნდა იქ, და ბაზარი უნდა დაიცვა, რა თქმა უნდა. და საბიუჯეტო პოლიტიკა საჭირო რომ მიმართო ისეთი დარგებისკენ ეს რესურსები, რომელიც ადგილზე შექმნის პროდუქციას და რა თქმა უნდა თავისი პირობები გააჩნია, მაგრამ საერთო ჯამში ეს ასეა და ამაზე უნდა წავიდეს ქართული ოცნება და ის ჭკვიანი ხალხი, რომელიც რამოდენიმე არის თითოეულურად მაღალ შეძლონებში, რომელიც ხედავენ რომ საქართველოს იღუპება. რა 20 წელიწადში საქართველოს არ იარსებს, არ გეწოდებათ კაცო ხალხი. რა დღეშია ხალხი, მოსახლეობა, სოფლები, ქალაქები, უბნები არ გეწოდებათ. ეთანხმებით, მართლა ძალიან მამოსი მაინც გაიღვიძებს, ასე მგონია და ეკონომიკური პროგრამა საერთოდ არ ქონიას ქართულ ოცნებას. ეკონომიკური ბლოკი არ ხო ისე მოიგო ეს არჩევნები. პირწმინდად მოიგო. კიდე მოიგო, კი ბატონო. ჩვენ მხარი დაუჭირეთ ქართულ ოცნებას. ამ არჩევნებში, რომ ფაშისტები არ მოსულიყვნენ. მაგრამ ეს არ მომხდარა იმის გამო, რომ მათ სწორი ეკონომიკური პოლიტიკა და საქართველოს იღუპება, თქვენს ხელში იღუპება ქართული ოცნება, საქართველოს. ვინ არის ხელისუფლებაში ბოლო რამდენი წელი ესენი არიან? რამე გაუმჯობეს და საქართველოს განვითარდა, რა განვითარდა საქართველოში? უმძიმესი მდგომარეობა, ან ნარკომანია როგორ არის, ახალგაზრდობა რო იღუპება, ამას მაინც ხომ უნდა უშველოთ.
საითაც არ გაიხედავ, ყველგან პრობლემაა. დეთანხმებით. საინტერესო იქნება ცოტნე შევეხოთ უშუალოდ მიმდინარე პროცესებსაც. გუშინ მქონდა საუბარი ბატონ პატაბულაძე იყო ჩემი სტუმარი და სხვა შორის დიდი გამოხმაურება ჰქონდა სოციალურ ქსელში. ჩვენ საუბარს რა კუთხით ზოგიერთმა მაგალითად საერთოდ ზელენსკის მხარდაჭერაც კი დაგწავეს იმის გამო რაც ვისაუბრეთ. ჩვენ ვამბობდით რას დღეს ხდება უკრაინასთან მიმართებაში, როდესაც ხედავთ როგორ ექცევა ზელენსკის შეერთებული შტატების ამჟამინდელი ადმინისტრაცია. რამდენად არის ეს ყველაფერი სამართლიანი? აი ამაზე მსჯელობდით. რა კუთხით? ჩვენ გვესმის ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან მაგალითად ასეთი პოზიცია, რომ აი ჩვენი სულელი პრეზიდენტი ბაიდენი მოატყუა ზელენსკიმ, გამოსძალა 350 მილიარდი და ეხლა ჩვენ ვაპირებთ რომ ეს ყველაფერი დავასრულოთ, მაგრამ და პრინციპში ეხლა ჩვენ ამ სტუდიაში მყოფი ადამიანები ვართ ის ხალხი, რომლებიც ამის გამო ვიყავით გამოცხადებული პრორუსებად და რაღაც კიდე სხვა მრავალ ბრალდებებს გვიყენებდნენ, რომ როგორ თუ ჩვენ არ უჭერთ მხარ ზელენსკის და როგორ თუ ჩვენ ვამბობთ განსხვავებულ აზრს უკრაინის ომზე, მაგრამ დღეს დადგა ისეთი რეალობა, რომ მართლა ჩვენი დასაცავი არის, მე მგონი, ეს კაცი. სამართლიანია ყველაფერს რო თავი დავანებოთ, რეალობის ასე წარმოჩენა, რომ თითქოს ზელენსკი არის ამ ყველაფერში დამნაშავე, რაც დღეს ხდება უკრაინაში და ზელენსკი იყო ის, ვინც მოატყუა ბაიდენი და გამოსძალა ფული. ჩვენ არ გვახსოვს ის რომ სწორედ დასავლეთი შეერთებული შტატები თავისი ევროპით და ყველაფრით იყო ის ვინც აქეზებდა უკრაინას რომ მიდით იომეთ ჩვენ ბოლომდე რამდენიც საჭირო იქნება იმდენ ხანს უნდა დაგეხმაროთ და უკანასკნელ უკრაინელამდე უნდა ვიომოთ და ჩვენ არ გქონდეთ იმედი და დღეს უცებ შეიცვალა იქ ადმინისტრაცია და უცხადებენ რომ იცი რა ის ჩვენი სულელი პრეზიდენტი იყო და ეხლა შენ ორი იმდენი ფული უნდა მომიტანო უკან ვიდრე დაგახარჯე და თან ხელი მოვაწერო ყველაფერს რასაც მე შენ გეტყვი რამდენად სამართლიანი არის ეს ყველაფერი ეს ხო შეიძლება ვიღაცა ამერიკელმა დაიჯეროს იმიტომ რომ იმას აწყობს მაგრამ ჩვენ ხო ის ხალხი ვართ ვისაც ამბედს უმზადებდნენ და აქედან გამომდინარე მე მგონი რომ უფრო ფხიზლად უნდა ვიყოთ არა ამ პროცესში. კი ბატონო, ჯერ ესეთ თუ ეხა ზელენსკის დაცვას მე აქ არ ვაპირებ, იმიტომ რომ ხუმრობით რა თქმა უნდა, იმიტომ რომ თვითონ ლომის წვლილი იმაში რაც უკრაინას ჭირს ზელენსკის აქვს, იმიტომ რომ კი ის არის ის იყო იმ ქვეყნის მეთაური და არის იმ ქვეყნის მეთაური, ვისი მეთაურობის პირობებშიც დაემართა უკრაინას ის რაც დაემართა და ეს დაახლოებით აი სააკაშვილის ტიპაჟი არის ასე რომ ვთქვა, ანუ მასაც შეეძლო და როდესაც დღეს ამერიკელები ეს ადმინისტრაცია საუბრობს რომ ამ ომის აცილება შეიძლებოდა ხო ზელენსკის ყველაფერი უნდა გაეკეთებინა ამ ომის ასაცილებლად და არა ის რაც გააკეთა ხო სტამბულის ხელშეკრულების დარღვევიდან დაწყებული სხვა ყველაფერი გაგრძელებული ხო აქედან გამომდინარე ზელენსკის აქ თავისი ცოდვა აქვს და ეს ცოდვა ეყოფა სხვისი ცოდვების გადმობრალება არ არის საჭირო და ამ საკითხში აბსოლუტურად გეთანხმებით რომ ანუ როგორ ჩანს ეს ანუ ჩვენ არაფრის გახსენება არ გვახსოვს თქვი და ანუ გახსენებაც კი არ გვჭირდება ამერიკის შეერთებული შტატები გასაგებია იქ ადმინისტრაციის ცვლილებასთან ერთად ის რიტორიკა წარმოვიდა რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებს დღეს უკვე აწყობს და უწევს და ამაზე ცოტა მოგვიანებით მაგრამ ჩვენს თვალწი ხდება არ შეცვლა რიტორიკა იყო იგივე რიტორიკა დარჩა იგივე ევროპაში ხო ანუ მთელი ევროპა რაღაცა დარაზმულია თავის მაკრონებით და მერცებით თუ შოლცებით თუ ვინც არიან ხო ანუ დარაზმულია და იგივე რიტორიკას აგრძელებენ უკრაინასთან მიმართებაში რაღაცა მაკრონი გამოდის და რაღაცა ბირთვული ფრანგულ ბირთვულ ქოლგას თავაზობს ევროპას და საუბრობენ იმაზე რომ უკრაინას უნდა დაეხმარონ მას იარაღი უნდა მიაწოდონ და იქ უნდა იბრძოლონ იქამდე სანამ რუსეთი აქეთ არ იტყვის იმას რომ მოდი დავზავდეთ და გავჩერდეთ ხო იყო ეს ამერიკელებმა ეს შეთავაზება ევროპის საჯაროდ გამოიტანეს და თქვენს რომ ევროპა გვთავაზობს იმას რომ კიდევ ერთი წელი გავაგრძელოთ უკრაინის დაფინანსება იმ იმედით რომ ერთი წლის თავზე თვითონ რუსები იტყვიან რომ ჩვენ გვინდა ზავი დიახ და გადავალ ეხლა აი რატო შეიცვალა ეს რიტორიკა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რატო არის დღეს მათთვის მისაღები მათი მიზანი რა იყო გაცხადებული მიზანი ომის დაწყების რო სტრატეგიული მარცხი ხო რუსეთის საბოლოოდ რა მოუწევს სტრატეგიული უკან დახევა ხო ანუ რუსეთის სტრატეგიული მარცხი და სტრატეგიულ მიზანს უწევს დახევა ხო სტრატეგიული რუსეთის სტრატეგიული მიზნიდან რომელიც იყო რუსეთის სტრატეგიული დამარცხება ჩამოვიდნენ და მოუწიათ ამერიკის სტრატეგიული უკან დახევა ანუ ეს არის ის რაც ხდება ამერიკა უკან იხევს იმიტომ რომ ის რა მიზანიც ჰქონდათ მისი რეალიზება ვერ შეძლეს მათ ფრონტის ხაზზე ომში ვერ მოახერხეს რუსეთის დამარცხება მიუხედავად იმისა რომ რაღაცა რა ვიცი მთელი ნატოს ინფრასტრუქტურა იქ იყო და თავიანთი
ესე იგი შემადგენლობა პირადი შემადგენლობის წევრებიც კი იყვნენ იქ ჩასულები ინსტრუქტორების სახით ხო მიუხედავად ამისა მათ ეს ვერ შეძლეს აქედან გამომდინარე მათ მოუწიათ უკან დახევა ხო ანუ უკან დახევა მოუწიათ და საკუთარი იმპერიალისტური პოლიტიკის გადალაგება მოუწიათ რას ნიშნავს ეს იმპერიალისტური პოლიტიკა ხო რაზეც ჩვენ არაერთხელ საუბრობდით რაზეც უშუალოდ ჯეფრი საქსი საუბრობს ხო აიგივე ევროპარლამენტში თავის ბოლო გამოსვლაში ხო ეს მაინც ჩვენ არა ვართ არც პუტინისტია ჯეფრი საქსი და არც არაფერი ხო ეგონოს არ არის და აბა ეკაკოსტაძეს კი ხო ეკაკოსტაძეზე არ ვესაუბრები ამ შემთხვევაში იმას საუბარს აზრი არ აქვს სხვა ვისაც ცოტა მაინც უჭრის გონება იმ ხალხებს საუბრობ რომ ზუსტად ის რომ რაზეც საუბრობდით რომ ჩინეთ-რუსეთის ეს ალიანსი რომელიც შედგა რომელიც მოუწია რუსეთს რომ გადაედგა ეს ნაბიჯი იმიტომ რომ სხვა გზა აღარ ქონდა იმ მდგომარეობამდე მიიყვანეს რუსეთი აი ამ ომით აი ამ სანქციებით რომ რუსეთს სხვა გზა აღარ დაუტოვეს გარდა იმისა რომ ჩინეთთან ასე დაახლოებული იყო ეს ჩინეთის ინტერესებში იყო იმიტომ რომ ნუ რუსეთი თავის საკუთარი ენერგო რესურსებით და იმ რესურსებით რაც ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანაა მსოფლიოში ვიცი და ამ რესურსებზე ბევრად იაფი წტომა აქვს დღეს ჩინეთს ანუ საბაზრო ღირებულება რაც არის ესე შეგვიძლია ამოვიღოთ ხო ეს უსამართლო დამოკიდებულება პრინციპში რუსულჩინ უბრალოდ რუსებს სხვა გზა არ ქონდათ რომ ის რომ ბევრად უფრო იაფად ვიდრე იმის საბაზრო ღირებულება იმ ენერგო რესურსების ჩინელები იღებენ აი ამ ენერგო რესურსებს რუსებისგან ხო ეს მოუწია რუსებს და ამან აი ამ ურთიერთ დამოკიდებულებამ და დაკავშირებამ შექმნა რუსულ-ჩინური ალიანსი რომელიც ძალიან დიდი საფრთხე არის ამერიკული ჰეგემონიისთვის და ზოგადად ამერიკული სახელმწიფოსთვის და ამას ხვდება ტრამპი, ამაზე საუბრობდნენ მერშაიმერი, იგივე საქსი და ასე შემდეგ, რომ არ შეიძლება ეკონომიკურად ნომინალური ეკონომიკის სახით ჩინეთი არის ნომერ პირველი სახელმწიფო მსოფლიოში და ნუ სამხედრო შეიარაღების ომის შესაძლებლობისა და სამხედრო ტექნოლოგიის განვითარების კუთხით რუსეთი არის ნომერ პირველი სახელმწიფო, ესეც ჩანს, ხო, ესეც ფაქტია, ზუსტად აი ამ ომმა, უკრაინის ომმა ესეც გამოაჩინა, ხო? მთელი ნატო, თავისი ამერიკის შეერთებული შტატები, თავისი თურქეთით, რომელიც თითქოს ნეიტრალური სახელმწიფო იყო, მაგრამ იქ რაღაცა დრონებს და იარაღებს აწვდიდა, ხო? ბავშვებს აკრებდნენ აირახტარებს სახელად და რა ბავშვი. ანუ ისიც კი ჩართული იყო აი ამ პროცესში. მათ ვერ მოახერხეს მათი გადატეხვა და დღეს ეგერ გამოდის რუბიო, რომელიც სახელმწიფო მდივანია და პირდაპირ ამბობს, რომ ეს იყო ამერიკის შეერთებული შტატების პროქსი ომი რუსეთთან უკრაინის გამოყენებით, მათ მოუწიათ ნახევარი სიმართლის ხმა. ეს არის მხოლოდ ნახევარი სიმართლე, ანუ ისინი მათი ეს რაღაცა მშვიდობის ინიციატივით გამოსვლა სინამდვილეში მშვიდობის სიყვარულით კი არ არის გამოწვეული ან რუსების სიყვარულით ან უკრაინელების სიყვარულით, ხო? ანუ იმიტომ რომ თვითონ არის ეს სახელმწიფო, ვინც აიძულა რუსებიც და უკრაინელებიც ერთმანეთი ეხოცათ. უბრალოდ მათ სხვა გზა აღარ აქვთ. ისინი ხვდებიან რომ თუ ეს პროცესები იქითკენ წავიდა, საიდანაც ახლა მიდის, ხო? ეს იქნება ამერიკული ჰეგემონიის დასასრული. იგივე ევროპაზეც და იგივე იქ დაუშვათ სამხრეთ ამერიკა იქნება თუ მიმდებარე რეგიონები, რომელსაც ის დასავლეთ ნახევარსფეროდ აღიქვამს და გონია რომ საკუთარია, ხო? აი ამიტომ უწევს, ხო არაფრის გამო. კი ბატონო, საინტერესო იქნება თქვენი მოსაზრებაც ამ საკითხებზე. ბატონ თემურ, სხვა შორის აი რუბიო დღეს გამოვიდა, თუ გუში ქონდა Fox News-ზე ინტერვიუ, ნაცრის ჯვარი ქონდა სახეზე დახატული, მსოფლიო ჩააგდო შოკში. ეს არის სინამდვილეში ნიშა შუბლზე, ხო, აი უცებ წარმოვიდგინეთ ჩვენი მდინარაძე და ყოხახიძე რო ეგრე გამოვიდნენ, წარმოვიდგინეთ და შუბლზე ჯვარი ეხატოთ რა დაემართება დამათ და ამერიკის სახელმწიფო მდივანი ეს არის რა თქმა უნდა რელიგიური ჟესტი იყო, რომ მარტო ჯვარი საქართველოში არის მუსულმანური ნაწილი მოსახლეობის აჭარაში. იქაც არიან თვარეთს უნდა გამოსახონ მაშინ. იქაც არიან მუსულმანები, მაგრამ ნუ რუბიომ ამითი გამოხატა მხარდაჭერა სწორედ ქრისტიანულ თემის მიმართ, ეს არის დიდმარხვის დაწყების ტრადიციის შესაბამისად მოიქცა, რა თქმა უნდა. ესე, მაგრამ ცოტა არ იყოს, არ ვიცი, რაღაც ისეთი სანახავი იყო, რომ თავიდან მეგონა ხო არ ანუ დამონტაჟებული ხომ არ არის თქო და ვინმე სახუმაროდ ხომ არ მიახატა თქო და არა მართლა თურმე შუბლზე ეხატა ჯვარი. კაია კაცო, ამაში ცუდი კი არ არის, მაგრამ რამდენად გულწრფელია თქვენი აზრით ეს ყველაფერი? ერთი ეს მაინტერესებს, რუბიოს გულწრფელობა კი არ მაინტერესებს. აი ჩვენთან გაჩნდა რაღაცა კასტა ტრამპისტების ძალიან თვალში საცემია ეს სოციალურ ქსელებში, საზოგადოებაში რაღაც ჯგუფებში მთავრობის მომხრე ჯგუფებში მათ შორის ჩნდებიან აი ეს რაღაც ტრამპისტული ჯგუფები, რომლებიც თითქოს უაპელაციოდ ენდობიან დონალდ ტრამპის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, თითქოს ეს ადამიანი იმიტომ გახდა ამერიკის პრეზიდენტი, რომ აქ საქართველოზე იზრუნოს. რაღაც ესეთი დამოკიდებულებები თქვენს თუ ატყობთ, რომ ჩნდება ჩვენ საზოგადოებაში და ფიქრობთ თუ არა, რომ ეს ერთგვარად არის პრობლემა და ეს არ არის მაინდამაინც ჯანსაღი პროცესი? რა თქმა უნდა არის პრობლემა, ახლა ტრამპისტები გახდნენ ყველანი. ხო. ის ვინც
ადრე დაუშვათ აგინებდა ამერიკას. დღეს ამერიკაზე დღეს ტრამპისტია და ამერიკასაც ისე არ აგინებს და არ ლანძღავს როგორც დაუშვათ 2 თვის წინ. ეს რა თქმა უნდა მეუთითებს იმაზე რომ აი პოზიციის სიღრმე არ არსებობს. რაც შეეხება დღევანდელი ეპოქის თავალ წინააღმდეგობას, თავალ დაპირისპირებას, ეს არის მაინც ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის დაპირისპირება. და აი ამ დაპირისპირებიდან გამომდინარეობს ყველა დანარჩენი დაპირისპირება. მათ შორის ისეთი მასშტაბური და ისეთი სისხლის მღვრელი შეიძლება ეპოქალურიც კი ყოველ შემთხვევაში რუსეთისთვის, უკრაინისთვის, ევროპისთვის, როგორც რუსეთ-უკრაინის საბრძოლო საომარი დაპირისპირება. ესეც კი უკავშირდება აი ჩინურ-ამერიკულ სიღრმისეულ დაპირისპირებას. მოხდა ის, რომ ამერიკის ჰეგემონიას საფრთხე დაემუქრა ჩინეთის სახით, რომელიც გახდა უმძლავრესი დამოუკიდებელი ეკონომიკური დიდი უზარმაზარი ჰაბი, რომელმაც მოახდინა ბოლო 10 წლის განმავლობაში განსაკუთრებით სი ძინპინის ხელმძღვანელობის პირობებში თავისი ეკონომიკური ინტერესების გატანა ნახევარ მსოფლიო მოიცვა და ქმნის შესაბამის საერთაშორისო გლობალურ ინფრასტრუქტურას და გლობალურ კავშირებს იმისათვის, რომ მან უფრო მასშტაბური თავისი წარმოება, ჩინური წარმოება დაორგანიზოს და უფრო მეტიც ტექნოლოგიური წინსრებით მოახდინოს ესა. და ეს საშუალება ნამდვილად არსებობს და ეკონომიკური ექსპანსია სწორი იქნება ამას რო. ჩინეთის მხრიდან არ ვიცი ახლა, ჩინეთი არ ამგონია ჩინეთის მხრიდან ეკონომიკური ექსპანსია. ეს არის ესეთი ტერმინი, რომელიც გულისხმობს იმ ქვეყნების თან არაეკვივალენტურ ეკონომიკურ დამოუკიდებლობას, რომელთანაც როგორც ლავრის სახელმწიფო შედიხარ, რომელშიც. და არ ამგონია ეს ასე იყოს ჩინეთის შემთხვევაში, ამერიკის შემთხვევაში არის. და ჩვენ ვხედავთ სურათს, როცა შეერთებული შტატები, რომელმაც მოიცვა მთელი მსოფლიო, თავისი ეკონომიკური სისტემის მწვერვალზეა, პირამიდის თავში იყო. ბოლო 20 საბჭოთა კავშირის დაშლის და სოციალისტური სისტემის დაშლის შემდეგ. და ამის ნაწილი, პირამიდის ნაწილი იყო ჩინეთი. ჩინეთი გამოიყო ამ პირამიდას, თავის პირამიდას ქმნის. და უფრო მაღალ შექმნა კიდევაც. იმ პირამიდაში ჩინეთი კია თავში, მაგრამ იქ მაინც სხვა პრინციპებია იმ პირამიდაში. არ არის ისეთი პრინციპები, არ მუშაობს პრინციპი, რომელიც მუშაობს აი აქ. და ისევ შეიზღუდა შეერთებული შტატების ეკონომიკური სივრცე, ეკონომიკური ინტერესების რეალიზების სივრცე, რომელიც არის მომაკვდინებელი საფრთხე შეერთებული შტატების ეკონომიკისათვის, რომელიც ჩვენ ხედავთ, რომ ნამდვილი, აი, რასაც ქვია, რეალური ეკონომიკა, რეალური წარმოება ის გადანილია შეერთებულ შტატებში არ არის. და გადანილია ჩინეთში. კი ბატონო, თვითონ გაიტანა. ძირითადი ნაწილი. და ჩვენ ვხედავთ, რომ ფინანსური მხარე, რა თქმა უნდა, იქ დარჩა, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ეკონომიკური შეჯიბრების თვალსაზრისით, ტექნოლოგიური შეჯიბრების თვალსაზრისით შეერთებული შტატები მარცხდება, დოლარის ბატონობაც დასასრულს უახლოვდება და ეს ამერიკული ჰეგემონიის დასასრულია. აქედან გამომდინარე, მან მოინდომა, რომ აი რუსეთის დამორჩილება მოინდომა ისე რომ ესე იგი რუსეთი დაიმორჩილოს და ამ დამორჩილებული რუსეთის რესურსები, მათ შორის სამხედრო მიმართოს ჩინეთის წინააღმდეგ. და ერთდროულად მან მეორე ამოცანას გადაწყვიტა. დაუპირისპირა ევროპას, რუსეთს და ევროპის ეკონომიკას გადაიტანა თავისთან ამერიკაში. დასცა გერმანიის ეკონომიკა, დასცა ევროპის ეკონომიკა საერთო ჯამში მაინც და აი ეს კონკურენტიც ასე ვთქვათ დაასუსტა. მაგრამ როგორც ცოტნე აღნიშნა, არ გამოვიდა ბრძოლის ველზე რუსეთის დამარცხება, სტრატეგიული დამარცხება. ამ დროს დრო ეკარგება. ხედავს, რომ ჩინეთი ძლიერდება თავისი, ესე იგი, აი ამ ექსპანსიას ახორციელებს სულ უფრო სწრაფად და ინტენსიურად
ტექნოლოგიური წინსვლა გააჩნია და ხედავს რომ ეს არ გამოუდის რუსეთის დამორჩილება ამაში ეს უპერსპექტივო საქმეა და რესურსები ეხარჯება ამხელა რესურსები ამაში და უკვე აკეთებს ესე იგი უკუსლებს ესე იგი სასწრაფო მშვიდობის დამყარება, სასწრაფოდ რუსეთთან ეკონომიკური კავშირების აღდგენა, სანქციების შერბილება, რუსეთთან ჩახუტება, ისეთი ჩახუტება, რომ ისე ჩაიხუტებს რუსეთს, თანაც სახეთ იქით ჩინეთისკენ, რომ მუშტები რუსეთის მოღერებული იყოს ჩინეთის მიმართულებით. თანაც ისე ჩაიხუტებს, რომ ჩაებღაიუჯება ისე, რომ რუსეთს არ გაუშვებს ხელიდან. და თუ დაჭირდება მოახჩობს კიდევაც. აი ეს აქ მიზნად ასე ვთქვათ, ცოტა მხატვრულად რომ მეორე რესურსების ეკონომია ყველა მიმართულებით. შიგნით ჩვენ ვხედავთ რაც ხდება შიგნით. აი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა. და გარეთაც. და აი ეს რესურსების ეკონომია ეს მას სჭირდება იმისათვის რომ ბიუჯეტის დეფიციტი დაფაროს. აი ეს გარღვევები რაც აქვს ფინანსური ეს ესე იგი რაღაცნაირად გაანეიტრალოს და ეს რესურსები მიმართოს თავისი ეკონომიკის გაძლიერებისკენ. სხვათა შორის ბევრი რაღაცა, რომელსაც ტრამპი აკეთებს ახლა, აი დაუშვათ 500 მილიარდ ნახევარი ტრილიონი დოლარი იდება თანამედროვე ტექნოლოგიური ესე იგი დიდი სივრცის შექმნისათვის, სადაც მოხდება ტექნოლოგიური წინსვლა. უფრო მაღალი ტექნოლოგიური ბაზის შექმნა საკუთარი წარმოებისთვის. იმისათვის წარმოების ეფექტურობა ამაღლოს, შრომის ნაყოფიერება ამაღლოს. და რითაც ვიცი, ძირითადი ნაწილი ამ შემთხვევაში აი მიკროჩიპების წარმოებასკენ მიემართება, რომელიც ძალიან ძვირფასი ყოფილა. ეგრეთ წოდებული იმისკენ მიემართება აი ხელოვნური ინტელექტი, რომელიც მომავალიცაა და შეზღუდებიც მოიხსნა სხვათა შორის ხელოვნური ინტელექტის განვითარების გარკვეული შეზღუდვები მორალური სახის შეზღუდები აი მოხსნილია, რასაც მაგალითად ეწინააღმდეგება მათ შორის რელიგიური ორგანიზაციები და მათ შორის ქართული მართლმადიდებლური ეკლესიაც. ამას ეწინააღმდეგება, რომ ჩვენ თუ ხელოვნურ ინტელექტს განვავითარებთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ისე შეიძლება ისე მოხდეს ეს, რომ ჩვენ ეს ვერ გავაკონტროლოთ და ის ადამიანს დაუპირისპირდეს და ბევრი არგუმენტი აქვს. უსაფუძვლოა ეს არგუმენტები. მე არ მეთქვა უსაფუძვლო არ არის, მაგრამ ამის გულისთვის ტექნოლოგიური წინსვლის შეჩერება არ შეიძლება. მეცნიერება მაინც წინ წავა. ტექნოლოგია მაინც განვითარდება. ეს ვერ შეჩერება. ამას ვერ შეაჩერებს, ვერც რელიგია და ვერც ანტირელიგია, ვერ შეაჩერებს. ამას და ვერც სხვა ისეთი მოსაზრებები, რომელიც დაუშვათ მათ შორის აი საფუძვლიანი მოსაზრებებიც ვერ შეაჩერებს, რომ იმ წინააღმდეგობების გათვალისწინებით მოხდება ამ ტექნოლოგიური წინსვლა მოხდება ამერიკაშიც კი, რომელსაც დღეს აი ასეთი ხალხი ხელმძღვანელობს, რომელიც ჯვარს შუბზე იხატავს და ისე მიმართავს ესე იგი მთელ აი ამ ბატონ თემური, მაშინ ჩაგეკითხებით, რომ ეგ აზრი ამოვწუროთ, აი თქვენ როგორც საუბრობთ, ჩინურ-ამერიკული დაპირისპირების ეპოქაა ეს და ყველაფერი რაც ხდება საბოლოო ჯამში აი ამ პროცესს უკავშირდება. მაგ ლოგიკით თუ შეერთებულმა შტატებმა სცადა რუსეთის დამორჩილება, რომ შემდეგ ის გამოეყენებინა ჩინეთის წინააღმდეგ და ეს არ გამოსდის. ხედავს, რომ ჩინეთი აშკარად არის მზარდი ეკონომიკა, ბევრად უფრო ძლიერი, შეუძლია გახდეს ბევრად უფრო ძლიერი, ბევრად უფრო პერსპექტიულია. ერთადერთი ლოგიკური გამოსავალ და ამას ვერ აჩერებს ამერიკის შეერთებული შტატები, ერთადერთი ლოგიკური გაგრძელება მაგაზრის არის ის, რომ შტატები შეეცდება ჩინეთი ჩაითრიოს რაიმე სამხედრო კამპანიაში, იმიტომ რომ მხოლოდ ამითი იქნება შესაძლებელი დამუხრუჭება ჩინეთის განვითარების. შეიძლება რომ ესეთი პერსპექტივებიც არსებობს. არა, ბირთვული ეპოქის პირობებში ეს ძალიან ძნელია, რომ პირდაპირ სამხედრო შეტაკება მოხდეს ჩინეთსა და პროქსი ძალები ტაივანისთვის აღავს. კი, მაგრამ პროქსი ძალები ეგერა უკრაინა არის პროქსი, როგორც რუბიომ განაცხადა და აღიარა არის, მაგრამ ბირთვულ დაპირისპირებაზე ხო არ გადავიდა. პროქსი იმიტომ არის ახლა ის უკრაინა, რომ ამერიკასა და რუსეთს შორის ომი შეუძლებელია. იმიტომ რომ ორივე ბირთვული სახელმწიფოა. და ეს შეუძლებელია ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შორისაც. ისტორიული პერსპექტივა შეერთებულ შტატებს არ აქვს. იმ სახის
ამერიკას რა სახითაც დღეს ჩვენ გვაქვს. რატომ? იმიტომ რომ ძალიან დიდი უპირატესობა გააჩნია ჩინეთს. ჩინეთში სხვანაირად არის ორგანიზებული საზოგადოება და ეკონომიკა. როგორც აღნიშნეთ წეგან, ჩინეთში ეკონომიკური პროცესები, სოციალური პროცესები, საზოგადოების ორგანიზება ხდება ერთი ცენტრიდან, არა კერძო მილიარდერების მიერ, არა კერძო ინტერესების მიერ, არამედ ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ, რომელიც ატარებს ღრილობებს, ღებულობს იქ პროგრამას და ამ პროგრამის შესაბამისად კეთდება გრძელვადიანი, საშუალოვადიანი თუ მოკლევადიანი სახელმწიფო პროგრამები, რომლის მიხედვითაც ხდება ჩინეთის განვითარება და ეს ბევრად უფრო ეფექტურია. ვიდრე ის პირობები, როცა მილიარდერები მართავენ სახელმწიფოს და არა პირიქით. სახელმწიფო მართავს მილიარდერებს. აქედან გამომდინარე, ისტორიული პერსპექტივა აი ამ დაპირისპირებისა არის ის, რომ ჩინეთი ამ დაპირისპირებაში გაიმარჯვებს, სოციალიზმი გაიმარჯვებს ერთ-ერთი. რაც შეეხება საბჭოთა კავშირს, რატო დაინგრა საბჭოთა კავშირი, ხო? იმიტომ რომ დაინგრა, რომ რეგვენი ხელმძღვანელობა გავდა. ანუ სუბიექტური ფაქტორი არსებობს მაინც ყოველთვის. და იმიტომ დაინგრა, რომ მოღალატე და უნამუსო ხელმძღვანელობა გავდა. ეს არის მიზეზი. რეგვენი რო ყავდა, მე ახლა ცოტა ისეთ უხეში სიტყვა მაბადიოს მაყურებელმა მართლაც ასეა. რეგვენი ყავდა. ის პროცესები, რომელიც განვითარდა საბჭოთა კავშირში 60-იან, 70-იან წლებში გასული საუკუნის. და კერძოდ რა, რომ ეკონომიკა განვითარდა, დარგაშორის ესე კავშირები გართულდა, სახალხო მეურნეობა ის რასაც ეკონომიკას რასაც ეძახიან, ის ძალიან გართულდა, მისი მართვის პრობლემები დადგა და ეს მართვის პრობლემები მიანდეს საბაზრო სტიქიას და რა ემას და სახელმწიფო რეგულირების სისტემას, რასაც მანამდე სტალინი აკეთებდა. ეს კი უკვე კაპიტალიზმის და კაპიტალისტური ურთიერთობების გაძლიერება იყო სოციალიზმის ფარგლებში. და ბოლო-ბოლო ჩვენ მივიღეთ რამოდენიმე ეტაპი იყო იქ სტალინის შემდეგ, ესე იგი ჩვენ ხედავთ ხრუშჩოვის მას, რა ქვია, პერიოდს ეკონომიკური პოლიტიკა განსხვავებულისა, დაპირისპირებულისა და მე ვხედავთ ხრუშჩოვის პოლიტიკის გაგრძელებას, კოსიგინის პოლიტიკის სახით ბრეჟნევის დროს და დააგვირგვინა გორბაჩოვმა, რომელმაც აღადგინა კაპიტალიზმი საბჭოთა კავშირში და დაგუპა საქართველოს და ყველა დანარჩენი რესპუბლიკას და მთელი ნახევარი მსოფლიოც. ის ომები, რაც ახლა დღეს არის, აი ეს სისხლისღვრა, ძმათამკვლელი ომები, მათ შორის აფხაზეთსა და ოსეთში, ჩვენ ცხინვალის რეგიონს, ჩვენ შორის, იქაც, აქაც ყველგან, რაც დღეს ხდება მასშტაბური ომები, საბჭოთა კავშირის და სოციალისტური სისტემის დანგრევის პირდაპირ შედეგია. ნამდვილად ხო დროშის ემთხვევა ყველაფერზე შედეგიც. იმიტომ რომ დღეს ხედავ ჩვენ სოფლიოს ხელახლა განანაწილებას. დღეს ჩვენ ხედავთ იმპერიალიზმის აღვირახსნელ ბუნებას. 35 წელი ამას ხედავთ. ნუ აქამდე მას არ ჭირდებოდა ეს, იმიტომ რომ გარკვეული ჟანგბადი მიეწოდა, იაფ რესურსებს დაეუფლა სოციალისტური სისტემის სივრცეში. საბჭოთა კავშირში. ჩვენი რესურსები რამდენი გავიდა თურქეთში. თურქეთი გამდიდრდა და ესე იგი ააწყო ცხოვრება თავისი, ადგილობრივი წარმოება და ქვეყანა გახდა საქართველოს ხარჯზე და ნუ სამხრეთ კავკასიის ხარჯზე, შეიძლება სომხეთის ხარჯზე ზუსტად არ ვიცი. საქართველოს ხარჯზე ნამდვილად. ჯართან გაიტანეს მთელი ქარხნები და დაზგები. ეს ხო გვახსოვს ყველას. და აი ამ სისტემამ უკვე 35 წელი გავიდა და თავი ამოწურა უბრალოდ და უკვე ახალი რაღაცა უნდა ჩაკლაპოს, ვამპირია. კიდე რაღაცა უნდა ჩაკლაპოს, გადაკლაპოს და მოინელოს. ესაა კაპიტალიზმის ბუნება. ახლა ისეთ მდგომარეობა დაუდგა, რაღაცა თუ არ ჩინეთი თუ არ ჩაკლაპა, რუსეთი თუ არ ჩაკლაპა, ევროპა, გერმანიას ჩაკლაპა უკვე, ხო, ამერიკამ. ძლიერმა სუსტი ჩაკლაპა. ესეც არის კაპიტალიზმის შინაგანი ბუნებიდან გამომდინარე. ეხო გრის კანონებია. ის ვერ გადარჩება და ჩვენ ამს ხედავთ ესე იგი ამ ტრაგედიას ყველგან. დიდი მადლობა. მადლობა ბატონებო. ძალიან საინტერესო საუბრისთვის და ძალიან ღრმა ანალიზისთვის, რომელიც ესოდენ მოწყურებულია ხოლმე ჩვენი მაყურებელი და თქვენთან ამის შესაძლებლობა ნამდვილად მქონდა. მადლობას გადაგიხდით გადაცემაში მონაწილეობისთვის. პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის გენერალური მდივანი ბატონი თემურ ფიფია და სოციალისტური პლატფორმის წევრი ბატონი ცოტნე მარღია გახლდათ ჩვენი გადაცემის სტუმარი. მადლობას გადაგიხდით და ხვალამდე დაგემშვიდობებით, კარგად გრძანდებოდეთ. მადლობა.